ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ამერიკა და ისრაელი ირანის ობიექტების დამბობას განაგზობენ. გასულ ღამეს თეირანში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა. პარალელურად ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში ჰეზბოლას დრონების საწარმო გაანადგურეს. ქვეყნის სამხრეთით კი სახალმა დამატებითი ქვეითი დანაყოფები განათავსა. კონფლიქტში ახალი მოთამაშეებიც ერთვებიან. ასეულობით ქურთმა მებრძოლმა ირანის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, რასაც თეირანმა ირაყის ქურთისტანის რეგიონში მდებარე შტაბ-ბინაზე სარაკეტო იერიში თუ პასუხა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირებას 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. სარაკეტო დარტყმების შედეგად ასევე დაღუპულია ირანის სამხედრო სარდლობისა და ხელისუფლების 40 წარმომადგენელი. ლუკა ჩანგელია გვერდება კურიერის სტუდიიდან. ლუკა, ბოლო ინფორმაციას ველოდებით ჩვენგან. თამარ, პირველ რიგში უნდა დავიწყოთ იმ სიახლით, რაც სპეცოპერაციის პროცესში გამოიკვეთა. ამ შემთხვევაში იმ საკითხზე მაქვს საუბარი, რომელიც ჩვენ უკვე აღნიშნეთ, ქურთების შეჭრას ვგულისხმობ ირანის ტერიტორიაზე. ეს ქურთები ხშირ შემთხვევაში განლაგებულები არიან ერაყის ტერიტორიაზე, მაგრამ არაპროვოცირებულად ეს ყველაფერი არ მომხდარა, როგორც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მედიაში მუსირებდა აზრი. ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახური აქტიურად მუშაობდა ქურთულ დაჯგუფებებთან ერაყის ტერიტორიაზე, რომ მათ დაეწყოთ რევოლუციის მომზადება ირანის ტერიტორიაზე. როგორც ვიცით, ირანში საკმაოდ დიდი, ასე რომ ვთქვათ, წარმომადგენლობა ყავთ ქურთებს და შესაბამისად მათ შემოჭრა სახმელეთო გზით ალბათ უკვე მოჰყვება შესაბამისი რეაქციები თავად ირანში მცხოვრები ქურთებისგან. რაც შეეხება უკვე საომარ მოქმედებებს, რომლებსაც რამდენიმე დღეა თვალს ვადევნებთ, აქტიურად იბომბება თეირანის ტერიტორია, ნადგურდება სამხედრო საწარმოები პარალელურ რეჟიმში, ის ობიექტები, რომლებსაც უშუალოდ კავშირი აქვთ ურანის გამდიდრებასთან. ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტი და უშუალოდ შეერთებული შტატების სარდლობა ახლა ღიად ამბობს, რომ მთავარი სამიზნე ასევე არის ადამიანური რესურსი, ანუ ის პირები, რომლებიც შეიძლება ირანის ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ, ან უკვე იმყოფებიან. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 40-ზე მეტი ლიკვიდირებული მაღალი თანამდებობის პირი ვნახეთ ჩვენ, მათ შორის იყო უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი, რომლის უმცროსმა შვილმაც უკვე დაიკავა სასულიერო ლიდერის პოზიცია. პარალელურ რეჟიმში შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც გააკეთა ირანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მის საკმაოდ დადებითად აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროების მუშაობას ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე და აღნიშნავს იმასაც შეერთებული შტატების ლიდერი, რომ ამერიკელი სამხედროები არ გაჩერდებიან, ვიდრე ყველა იმ სამიზნე ობიექტს არ გაანადგურებენ, რომელიც შეიძლება როგორც ისრაელისთვის, ასევე ვაშინგტონისთვის საფრთხის შემცველი იყოს. ფრონტზე ძალიან კარგად მიგვდის საქმე. ბევრმა მკითხა 10 ბალიანი შკალით, როგორ შეაფასებდით მიმდინარე ოპერაციასო. მე ვუპასუხე, რომ დაახლოებით 15-ით. ჩვენ გვყავს მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო ძალა. ირანი კი უდიდესი საფრთხე იყო. 47 წლის მანძილზე ისინი ხოცავდნენ ჩვენს ხალხს და ხალხს მთელი მსოფლიოდან. ვფიქრობ, დიდი მხარდაჭერა გვაქვს. გონია პირველებს ჩვენ რომ არ გვექნა ეს, ირანი ისრაელს დაესხმებოდა თავს და ჩვენც დაგვარტყამდა. ახლა ძალიან კარგ მდგომარეობაში ვართ. მინდა ეს იცოდეთ და წინსვლას გავაგრძელებთ. ეს სამხედრო ძალის შესანიშნავი დემონსტრირებაა. ირანის ტერიტორიაზე ამ მომენტში იბომბება ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენლები სხვადასხვა ნაწილში, ასევე დღეს დილით აფეთქება იყო ბანდერბასის პორტზე, სადაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაანადგურეს საზღვაო ძალების ობიექტები. მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ თავად შეერთებულ შტატებში მუსირებდა აზრი, რომ უნდა შეჩერებულიყო ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ინტერვენცია ირანის ტერიტორიაზე, რადგანაც როგორც ვიცით, გაეროც მიიჩნევს, რომ ეს არის საერთაშორისო ნორმებისა და წესების დარღვევა. ამ საკითხთან დაკავშირებით სენატში უკვე გაიმართა მოსმენა, თუმცა კენჭისყრა ჩავარდა, სენატმა დაბლოკა ინიციატივა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტს აიძულებდა შეეჩერებინა ირანის დაბომბვა. მადლობა, კურიერის პირდაპირ ეთერში ლუკა ჩანგელია იყო. მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ახლო აღმოსავლეთიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანის პროცესი გრძელდება. რამდენიმე საათის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რიგით მეორე ჩარტერული რეისი დაეშვა. საუდის არაბეთის დედაქალაქიდან სამშობლოში კიდევ 171 მოქალაქე დაბრუნდა. დღის ბოლოს კიდევ ერთი რეისი ომანის დედაქალაქ მასკატიდან შესრულდება. გზა იყო ძალიან რთული, 25 საათი მოდიოდით. აი ბავშვები თუ ყავით, ან ორი ბავშვი მყავდა და არ ვიცი, ძალიან გამიჭირდა, მაგრამ არა უშევ. თავარია მშვიდობით დავბრუნდით. მადლობა ჩვენ საელჩოს, რომ ესე უსაფრთხოდ ჩამოგვიყვანა. სადღაც 171 კაცი ვიყავით, როგორც ვიცი რა. გზა რთული იყო, 25 საათი ვიყავით გზაში. ჩვენი ელჩი ჩაერთო, ვაკო ავალიანი იყო, ადგილზე მოვიდა, ყველას ესაუბრა, გამოგვაცილეს.
საუდის არაბეთშიც დაგვხვდნენ წარმომადგენლები, კონსული, თუ სადმე რამე იყო, ყველაფერზე გვეხმარებოდნენ. დაძაბული იყო სიტუაცია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი ყურადღება მოგვაქციეს იქაც ჩვენმა საელჩომ. სასტუმროში ვიყავთ ყველანაირად უზრუნველყოფილი და მერე გამოგვამგზავრა. საქართველოს ირანის მიერ სანქციების გვერდის ავლის ჰაბი ხდება. ამ სათაურით სტატიას გამოცემა ხილი ავრცელებს. ქართული ოცნება დეზინფორმაციაზე და ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე საუბრობს. სტატიის ავტორი დემოკრატიის დაცვის ფონდის მკვლევარი ქეთი ქორქია, რომელიც წერს, რომ საქართველოში ირანული კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. მართლგუნდში აცხადებენ, რომ რეალურად 2025 წელს ირანთან იმპორტი 1,36%, ექსპორტი კი 0,53% იყო. მათი თქმით, საავტორო მოსაზრებებზე აგებული სტატია არაერთ სიცრუეს შეიცავს, მის გავრცელებას კი ხელს არასამთავრობო სექტორი უწყობს. ქორქიას მოსაზრებებს სოციალურ ქსელში აზიარებს ეკა გიგაურიც. ამ თემაზე შოთა ფალავანდიშვილი მუშაობს, ის კურიეს უერთდება, გისმენთ შოთა. ჯერჯერობით ეკა გიგაურს არ უსაუბრია რა ფაქტებზე დაყრდნობით გააზიარა მსგავსი შინაარსის სტატია, თუმცა სტატია, რომელიც ზეჰილში გამოქვეყნდა და მას ქართველი ავტორი ყავს, ამტკიცებს ყოველგვარი, ასე ვთქვათ, ფაქტის გარეშე, რომ საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო დამოკიდებულებები გაზრდილია, ამავდროულად თითქოს საქართველო გამოიყენება ირანისთვის ამერიკული სანქციების თავის არიდების იარაღად. ავტორი ამტკიცებს ყოველგვარი ფაქტის მოყვანის გარეშე იმასაც, რომ ირანულმა კომპანიებმა საქართველოში საკმაოდ ბევრი კომპანია დააფუძნეს და ეს ყველაფერი რეალურად მიზნად ისახავს მასაც ვთქვათ რეექსპორტის განხორციელებას საქართველოს გავლით, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სტატიაში არც ერთი დამადასტურებელი მტკიცებულება და ფაქტი არ არის მოყვანილი და სტატიის ავტორი მხოლოდ საკუთარ ვარაუდებს ამბობს. 2022-2025 წლებში საქართველოში რეგისტრირებულმა 72 კომპანიამ ირანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი მოახდინა. იმპორტიორებს შორის გვხვდება კომპანიები, რომლებიც დაკავშირებულები არიან ქართული ოცნების შემომწირველებთან. გამოაშკარავებული სანქციების გვერდის ავლის ერთ-ერთი სქემის მიხედვით, რამდენიმე ირანელმა პირმა საქართველოში არაერთი კომპანია დააფუძნა და ფარულად ჩაიგდო ხელში ქართული ინვესტბანკის აქციების 70%-იანი წილი. მათ ეს ბანკი გამოიყენეს დაახლოებით 8 მილიონი დოლარის ღირებულების ტრანზაქციების განსახორციელებლად იმ ირანულ ბანკებთან, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ იყვნენ. ამერიკის ხაზინის დეპარტამენტმა მკაცრად უნდა დასაჯოს საქართველოში მოქმედი ის პირები და სუბიექტები, რომლებიც სანქციების გვერდის ავლის სქემებში არიან ჩართული. ზეჰილში გამოქვეყნებულ სტატიას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს დედაქალაქის მერი კახიკალაძემ დღეს თქვა, რომ მსგავსი შინაარსის მოსაზრებების გავრცელება და შემდგომ ტირაჟირება საქართველოს მასშტაბით არის მავნებლობა განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვითარება საკმაოდ დაძაბულია და საქართველოს საკმაოდ სერიოზული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე ცდილობს, ასე ვთქვათ, მშვიდობიანად გავიდეს ფონს. კახიკალაძე არ გამორიცხავს იმასაც, რომ არსებულ ვითარებაში მსგავსი სახის შინაარსის სტატიებისა და ასე ვთქვათ ინფორმაციის გავრცელებით აუცილებლად უნდა დაინტერესდეს შესაბამისი ორგანოებიც. მუდმივი შემოტევა მიმდინარეობს საქართველოს მიმართ, თუმცა ამ ტიპის განცხადებების გაკეთება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, ვინც ასეთ მძიმე ფაქტებზე საუბრობს, რომელიც არ არსებობს რეალურად, ხო? ეს არის ჩვეულებრივად ქვეყნის ღალატი. მე ვფიქრობ, რომ შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდეს. ეს არის პირდაპირ ღალატი ქვეყნის, იმიტომ რომ შენ საუბრობ იმის გათვალისწინებით, რა მძიმე სიტუაცია რეგიონში, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში, ხო? მთელი რეგიონი დაძაბულია და ყველა განიცდის იმ უბედურებას, რაც ხდება, ხო? უმძიმესი მდგომარეობა არის. შესაბამისად, ამ ტიპის სრულ განცხადებების გაკეთება ძალიან საშიშია. ძალიან საშიშია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და ამას აუცილებლად უნდა მოყვეს რეაგირება. ხილში სტატია სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, ის უკვე საქართველოში საერთაშორისო გამჭვირვალობის უცვლელმა თავმჯდომარემ გააზიარა და ის ამტკიცებს, რომ საქართველო გამოიყენება ირანისთვის, ასე ვთქვათ, სანქციების გვერდისავლით საშუალებად, თუმცა სტატისტიკის მიხედვით მხოლოდ 2025 წელს ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებელი ჯამურად ქვეყანაში 1,36%-ს არ აღემატება ირანთან. მადლობა შოთა ფალავანდიშვილი იყო კურიერის პირდაპირ ეთერში.
რეგიონში არსებულ რთულ დროს ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად აფასებს მმართველი გუნდი თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებებს. თინა ხიდაშელი ამტკიცებს, რომ საქართველოში არალეგალურად ფუნქციონირებს უნივერსიტეტი, რომელიც არის ტერორისტების სკოლა. მისი რექტორი კი თავის დროზე იყო ადამიანი, რომელიც ალი ხამენეის მემკვიდრედ გამოცხადდა. მისივე თქმით, ამ თემაზე საქართველოს განმარტების გაკეთებაც მოუწევს. ქართულ ოცნებაში თინა ხიდაშელის მხრიდან ანტისახელმწიფოებრივ და მტრულ ნაბიჯებზე საუბრობენ. ნანა გოგოტაძე ჩაგორთება ახლა პოლიტიკური განცხადებებით. ნანა, ეთერში ხარ. ერთ-ერთ ოპოზიციურ არხზე თინა ხიდაშელი ამტკიცებს, რომ საქართველოში არალეგალურად ფუნქციონირებს უნივერსიტეტი, რომელიც თავის მხრივ არის ტერორისტული სკოლა. NGO-ს წარმომადგენლის განცხადებით, ამ ტერორისტული სკოლის რექტორი თავის დროზე ირანში იყო აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრე. ხიდაშელი ამტკიცებს, რომ ეს უნივერსიტეტი საქართველოში არალეგალურად ფუნქციონირებს, აკრედიტაცია არ აქვს გავლილი, თუმცა ამის მიუხედავად საქართველოში სტუდენტები მაინც ყავს. საქართველოში პრაქტიკულად არალეგალურად ფუნქციონირებს ეს უნივერსიტეტი ბრჭყალებში, იმიტომ რომ ის უნივერსიტეტი არ არის, მას არც აკრედიტაცია აქვს და არც არაფერი, იმისაც რომ აკადემიურ დაწესებულებად ჩაითვალოს, თუმცა ის ფუნქციონირებს, იქ სწავლება მიმდინარეობს და მისი რექტორი იყო თავის დროზე ირანში, ის კაცი, რომელიც ალი ხამენეის მემკვიდრედ გამოცხადდა. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს არავითარი უნივერსიტეტი არ არის. ეს ჩვეულებრივი ტერორისტების სკოლაა, რომელშიც ამზადებენ მებრძოლებს, ამზადებენ აი ამ სულისკვეთებით, სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელის სულისკვეთებით ადამიანებს. ქვეყნისთვის მტრული და მოღალატეობრივი განცხადება სწორედ ასე აფასებენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები თინა ხიდაშელის სიტყვებს და ამბობენ, რომ მსგავსი რიტორიკა მისი მხრიდან და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები წარსულშიც ბევრი ახსოვთ და შესაბამისად არც ახლა გაჰკვირვებიათ. ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ადამიანები ყოველთვის ცდილობენ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები გააკეთონ, მაშინაც კი, როდესაც რეგიონში ახლო აღმოსავლეთში სახიფათო ვითარებაა და საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ყველაზე დიდი ტერორისტები ამ ქვეყანაში არიან ზუსტად ეს ადამიანები, ვინც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებს. აი ეს რადიკალური დაჯგუფება, რომელიც დღეს ქვეყანაში მოღალატეობრივ ჯგუფს წარმოადგენს. ყველას არ ვიცი, ხიდაშელი იქნება, ვინც ქვეყნის მტრულ საქმიანობაში იქნება შემჩნეული და რა თქმა უნდა, ამ ტიპის განცხადებები მიუთითებს იმას, რომ ეს არის მოღალატეობრივი ქმედება, შენი ქვეყნის, შენი სამშობლოს წინააღმდეგ წასვლა და მათ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ არც სამშობლო გააჩნიათ, არც ღირებულებები გააჩნიათ, ისინი არიან დაქირავებული ადამიანები, სხვა ქვეყნის სამსახურში, მტრულ საქმიანობაში შემჩნეული, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, თავიანთი განცხადებებიდან გამომდინარე და ამას აუცილებლად უნდა მოხდეს რეაგირება. განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოში ტერორისტული სკოლა არალეგალურად ფუნქციონირებს, თინა ხიდაშელმა ერთ-ერთ ოპოზიციურ არხზე რამდენიმე დღის წინ გააკეთა. მადლობა, ნანა გოგოტაძე იყო კურიერის პირდაპირ ეთერში. საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკასა და მსოფლიოში არსებულ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარე ღამის კურიერის ეთერში. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს მსოფლიოში წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მოშლილია, რაც ომის დაწყების რისკებს ზრდის. მშვიდობის შენარჩუნება კი განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს. შალვა პაპუაშვილის თქმით, მიუხედავად არაერთი კრიტიკული მომენტისა, მმართველმა გუნდმა სტაბილურობის შენარჩუნება შეძლო. ომის დაწყება ძალიან ადვილია, კონფლიქტის მიზეზები, საბაბები ყოველთვის არსებობს სხვადასხვა ქვეყნებს შორის. მათ შორის ხედავთ, რომ პარტნიორებიც კი დღეს ერთმანეთთან კინკლაობენ და სხვადასხვა სახის ინსტრუმენტებით ებრძვიან ერთმანეთს, ასე რომ არაფერი არ არის ომის დაწყებაზე ადვილი. რთული არის მშვიდობა და სწორედ ეს არის მათ შორის ჩვენი ხელისუფლების დამსახურება, რომ უწყვეტი მშვიდობის დეკადა გვაქვს მაშინ, როდესაც ყველა ლოგიკით ომში უნდა ყოფილიყავით სხვადასხვა მომენტში. ხედავთ, რომ ამ ესკალაციაში, რომელიცაც აქვს ყველა პოტენციალი, რომ გადაიზარდოს რეგიონულ ომში, თუ არა უფრო მეტში, უკვე ჩართულია რამდენიმე სახელმწიფო, მათ შორის სახელმწიფოები, რომელიც პირდაპირ არ მონაწილეობდნენ თავდაპირველ ქმედებებში, ასე რომ პირდაპირ თუ ირიბათ ეს კონფლიქტი რეგიონის ყველა ქვეყანას
ეხება. ამ დროს ერთადერთი და მთავარი პოლიტიკა რაც შეიძლება იყოს, ეს არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკა, რომ ყველანაირად ხელი შეუწყოთ მშვიდობას და მეორე დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი სახელმწიფო შიგნით და ასევე ჩვენი მოქალაქეების სახელმწიფოს გარეთ, რასაც დღეს ჩვენი მთავრობა აკეთებს კიდეც. იმით რომ ის ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც იყოფებიან კონფლიქტით დაფარულ ქვეყნებში, სადაც ფრენები აღარ არის, საქართველოს ერთადერთი სახელმწიფო არის, რომელმაც დაორგანიზა საკუთარი მოქალაქეების გამოყვანა ამ რეგიონიდან. შტატებში ქართული დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. რამდენიმე საათის წინ გაიმართა შეხვედრა კონგრესმენ ადერ ჰოლთან, რომელიც დონალდ ტრამპის გუნდის წევრია. განხილვის მთავარი თემა საქართველო-ამერიკის ურთიერთობები იყო. მანამდე ნიკოლოზ სამხარაძე თეთრ სახლში უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ენდრიუ ბეიკერს შეხვდა. აქცენტი გაკეთდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე, კონკრეტულ პროექტებზე, შუადერეფნის განვითარებაზე და სხვა თემებზე. ლევა ჯავახიშვილი გვიყვება დეტალებს, ის კურიეს უერთდება გისმენთ ლევა. რა საკითხები შეიძლება იყოს წამყვანი ქართულ-ამერიკული ურთიერთობის აღდგენის ფორმატში. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ამ მიმართულებით მოსაზრებები გაცვალეს და იმსჯელეს თუ როგორ უნდა გაჯანსაღდეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა. ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ენდრიუ ბეიკერთან შეხვედრა საკმაოდ საინტერესო წარიმართა, რაც ქართულ მხარეს აძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები სტრატეგიული პარტნიორობის აღსადგენად. ითქვა, რომ ამ მიმართულებით აქტიური დინამიკა უკვე არსებობს. შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვა ქართული დელეგაციისთვის მთავარი თემაა, თუმცა შეხვედრებზე არანაკლებად პრიორიტეტულია შუადერეფნის განვითარების მნიშვნელობა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია, უსაფრთხოების გამოწვევები, ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეები, ირანში მიმდინარე მოვლენები და მისი გავლენა ზოგადად რეგიონზე. ვისაუბრეთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, რა თქმა უნდა, ეს იყო ძირითადი საკითხი ჩვენი შეხვედრისა. განვიხილეთ ასევე ის პროექტები და ის მიმართულებები, რომელმაც შეიძლება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას ახალი იმპულსი მისცეს და უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ურთიერთსასარგებლო პროექტები განავითაროს. ჩვენ საუბარი გქონდა ასევე უსაფრთხოების გამოწვევებზე, ვისაუბრეთ ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე, ვისაუბრეთ ირანის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე და იმაზე თუ რა გავლენა შეიძლება გქონდეს ამას საქართველოსზე და ზოგადად სამხრეთ კავკასიაზე. შეხვედრა საკმაოდ მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები ასევე ქართულ და ამერიკულ ადმინისტრაციას შორის ღირებულებით თანხვედრაზე. გქონდა საუბარი ასევე უახლესი წარსულის საკმაოდ მძიმე, ასე ვთქვათ, გადაცდომებზე, მათ შორის საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ფაქტებზე. თუმცა საბოლოო ჯამში ძალიან პოზიტიური შეხვედრა გქონდა და ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ახლო მომავალში ჩვენ შეგვიძლია გადავდგათ კიდევ უფრო მეტი წარმატებული ნაბიჯი ჩვენი პოზიციების არათუ დასაახლოებლად, არამედ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასაყვანად. შეხვედრის განმავლობაში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვან პრინციპულ არსებით საკითხთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებელი არის ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაძლიერების, გადატვირთვის და ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის. ჩვენ უკვე გვაქვს საკმაოდ საინტერესო აქტიური დინამიკა ამ ურთიერთობების განახლების და უდაოდ ეს შეხვედრა ითამაშებს თავის მნიშვნელოვან განსაკუთრებულ როლს ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით. დელეგაციას შეხვედრა ჰქონდა მანამდე სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, სადაც ასევე ისაუბრეს სტრატეგიული პარტნიორობის ახალი შეთანხმებისთვის მზაობაზე. ამაზე მსჯელობენ იმ კონგრესმენებსა და სენატორებთანაც, რომლებიც საგარეო მიმართულებით მუშაობენ. ერთ-ერთი ბოლო ასეთი შეხვედრა დელეგაციას ჰქონდა კონგრესმენ ადერ ჰოლთან, სადაც იმსჯელეს ასევე თანამშრომლობის საერთო საკითხებზე, მათ შორის საკანონმდებლო მიმართულებით. ვიზიტი გრძელდება, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს სუვერენული ქვეყნების ალიანსის კონფერენციაშიც. მადლობა ლელა ჯავახიშვილი იყო კურიერის პირდაპირ ეთერში. სამთრის პარალიმპიადის გარშემო მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. რამდენიმე ონლაინ მედიამ გუშინ დაწერა, რომ საქართველო არ შეუერთდა 11 ქვეყნის ბოიკოტს და პარალიმპიადაზე მონაწილეობს.
რატიო ნოთამიშვილი წეს, რომ 56 მონაწილე ქვეყნიდან ბოიკოტს მხოლოდ 11 სახელმწიფო შეუერთდა. შეჯიბრებაში მონაწილეობს ამერიკა, საფრანგეთი, შვედეთი, იტალია, ნორვეგია, შვეიცარია, ესპანეთი, ისლანდია, ბელგია, პორტუგალია, ავსტრია და კიდევ 34 ქვეყანა. მისივე თქმით, სპორტსმენების ბულინგის ნაცვლად საზოგადოება უნდა გაერთიანდეს ქართველი პარაათლეტების გარშემო, რომლებიც მზად არიან კონკურენცია გაუწიონ ნებისმიერ მეტოქეს, მათ შორის რუსეთის გუნდსაც. აღსანიშნავია, რომ ამ 45 ქვეყნიდან მხოლოდ საქართველოში მოქმედმა ონლაინ მედიამ გააშუქა ეს საკითხი და გამოხატა აღშფოთება იმით, რომ საქართველო არ შეუერთდა 11 ქვეყნის ბოიკოტს. სხვათა შორის 2008 წელს, როცა აგვისტოს ომიდან ერთი თვე იყო გასული პარალიმპიადის გახსნაზე პეკინში, ეს ქვეყნები ამაყად იდგნენ ერთად და საერთო სურათებსაც იღებდნენ. საქართველო არავის გახსენებია მაშინ. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი 2022 წელს იყო ერთ-ერთი ინიციატორი რუსეთის ნაკრებს, რომ პარალიმპიადაზე ეროვნული სიმბოლიკით არ მიიღო მონაწილეობა და არც მერე შეგვიცვლია პოზიცია, მაგრამ 2025 წელს IPC-ის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რასაც 2025 წლის 5 დეკემბერს სპორტის საერთაშორისო არბიტრაჟში რუსეთის მიერ მოგებული საქმეც მოჰყვა და ამით მონაწილეობის საკითხი დაიხურა. ჩვენ არც ერთ მეტოქეს არ ვერიდებით, ბევრისთვის მოგვიგია და კიდევ ბევრს დავამარცხებთ, უბრალოდ იმის ნაცვლად, რომ პარალიმპიადის დაწყების წინ ჩვენი გმირი პარაათლეტების გარშემო გავერთიანდეთ, კიდევ ბოიკოტით აღთკინების და ბულინგის გზას ვინც ადგას ეს ნამდვილად უხერხულია. გახსნაზეც გავალთ, მონაწილეობასაც მივიღებთ და სათხილამურო ტრასებზე უკან ჩამოვიტოვებთ რუსებსაც და კიდევ ძალიან ბევრს. წარმატება ჩვენს გმირ პარაათლეტებს. ამ წუთებში პარლამენტში სურსათის მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი დროებითი კომისიის ხდომა იწყება. კომისიის წევრები შეხვედრას გამართავენ სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან. იმსჯელებენ ბაზრის სტრუქტურაზე, ფასწარმოქმნის ჯაჭვსა და საოპერაციო პროცესზე. გამართება კიდევ ერთი ხდომა. ჩვენ ხვდებით მსხვილ იმპორტიორ დისტრიბუტორებს, რომელსაც ბაზრის მნიშვნელოვანი წილი უკავიათ და სწორედ ეს დისტრიბუტორები ახდენდნენ საცალო ქსელის მაღაზიების, ასე ვთქვათ, სუპერმარკეტების საკვები პროდუქტით და სხვა პირველადი მოხმარების საქმეებით უზრუნველყოფას. ჩვენი მიდგომა არის სისტემური. ჩვენ გვინდა შექმნათ ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო, რომელიც გააჯანსაღებს სისტემას და ბაზარს გახსნის კონკურენტუნარიანს, ბაზარს გახსნის უფრო გახსნილს და კონკურენცია არის ყველაზე კარგი საშუალება, რომ მოხდეს ფასების დასტაბილირება პირველ რიგში და ფასების კორექცია კლებისკენ. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულ სხილბარგით კეტამინის შემცველი 9 ლიტრამდე სითხე აღმოუჩინეს. ნივთიერება 10 ბოთლში იყო გადანაწილებული. დანაშაული 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ხანძარი დიდი ღომში ხელაშვილის ქუჩაზე მდებარე სამქროში ცეცხლი გვიან ღამით გაჩნდა. დაიწყო დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრი ფართობი. დაშავებულები არ არიან. მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ხანძარი ლიკვიდირებულია, დაიწყო დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრი სამქროს ტერიტორია. საბედნიეროდ დაშავებული არავინ არ არის, მობილიზებულია 21 სახანძრო ავტოსპეცტექნიკა. მიზეზებზე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ, მიზეზები ცოტა მოგვიანებით გახდება ალბათ ცნობილი. შინაგან საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით საზღვაო უსაფრთხოების უწყებათა შორისი საბჭოს ხდომა გაიმართა. განიხილეს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის ანგარიში. შავ ზღვაზე არსებული ვითარება, უსაფრთხოების საკითხები და რისკები იმშერეს მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოში არსებულ გამოწვევებზე, განსაზღვრეს პრიორიტეტები და გეგმები. ჯანდაცვის მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ ლევან იოსელიანს სოციალური დახმარების სისტემის სრულყოფის მიზნით განსაზღვრული სამოქმედო გეგმა გააცნო. თავარი შეეხო დახმარების მიზნობრიობასა და ეფექტიანობის უზრუნველყოფას. მინისტრის განცხადებით, უწყების მთავარი მიზანია ბაზაში მხოლოდ ის ოჯახები რჩებოდნენ, რომლებსაც სახელმწიფოს თანადგომა რეალურად სჭირდებათ. ანალიზმა კი აჩვენა, რომ ბაზაში ათასობით ისეთი პირია, რომელსაც მაღალი შემოსავალი აქვს. დღევანდელ შეხვედრაზე ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი რამ ითქვა, ინფორმაცია იქნა გაზიარებული, თუ როგორია სამომავლო ხედვა, სამომავლო გეგმები გადამოწმების პროცესთან დაკავშირებით. ეს პროცესი აუცილებლობით ნაკარნახებია, რომ წარიმართოს, შესაბამისად, რომ ბაზა სწორად ასახავდეს სრულად ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ რამდენად სწორად ექვემდებარება რეგისტრაციას. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ეს პროცესი უნდა წარიმართოს იმგვარად, რომ ადგილი არ კონდეს
რაიმე ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება უარყოფით გავლენას ახდენდეს რომელიმე ცალკეულ კონკრეტულ შემთხვევაში რომელიმე პირის უფლებას. გვაქვს შემთხვევები, როდესაც მართლა ადამიანებს აქვს საკმაოდ სოლიდური შემოსავლები და ისინი მაინც არიან რატომღაც ამ ბაზაში ჩარჩენილები. ეს უსამართლობა უნდა გასწორდეს და მიიღოს რეალურად დახმარება იმან, ვისაც ესაჭიროება, ხოლო ვინც უკვე ამოსული არის სიღარიბიდან, რა თქმა უნდა, ის ამ ბაზაში აღარ უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს პროგრამა არსებობს იმისთვის, რომ დაეხმაროს ყველაზე მოწყვლად ჯგუფს. თბილისის მერიას ფონდ ქართულს და ბრიტანულ კომპანია LDP-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პროექტი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალი გასართობ სარეკრეაციო თემატური სივრცის შექმნას ითვალისწინებს. ბრიტანული კომპანია ტექნიკურ-ეკონომიკურ ანალიზს ჩაატარებს და დიზაინს შექმნის. გვაქვს ბევრი პარკი, რომელსაც ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, საქალაქო მნიშვნელობის პარკებია, თუმცა ის რაზეც ახლა ვსაუბრობთ და პროექტი, რომელიც მომავალში განხორციელდება, ამ შინაარსის და ამ მასშტაბის პარკი დედაქალაქში არ გვაქვს. დღეს ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს. აღნიშნული კომპანია გააკეთებს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას, ასევე გააკეთებს ზუსტ მონახას თუ როგორი და რანაირი პროექტი უნდა განხორციელდეს და ამაზე დაყრდნობით უკვე შემუშავდება კონკრეტული პროექტი, რომლის განხორციელებას დავიწყებთ. მე ძალიან მიხარია, რომ ქალაქში ამ მასშტაბის პროექტი განხორციელდება. მინდა მადლობა გადაუხადო საქველმოქმედო ფონდ ქართულს მხარდაჭერისთვის, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს თანადგომისთვის, რომ არა მათი ჩართულობა ჩვენ ამ მასშტაბის კომპანიის საყვანა, რა თქმა უნდა, გაგვიჭირდებოდა. ფონდ ქართულს არსებობის მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში განხორციელებული აქვს უამრავი პროექტი, მათ შორის ეკოლოგიის დარგში. ეს ესადაგება იმ პრინციპებს, რომელზედაც ეფუძნება ჩვენი საქმიანობა და არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის პოზიცია. ჩვენ ვეხმარებით სახელმწიფოს იმ სეგმენტებში, სადაც ამის საჭიროება არსებობს. ჩვენი ჩართულობით მოხდა ინგლისური ძალიან გამოცდილი ცნობილი კომპანიის ჩართვა, რომელიც ჩაატარებს მულტიდარგობრივ კვლევებს, გააკეთებს feasibility studies და ამის საფუძველზე უახლოეს პერიოდში მოხდება კონკრეტული ტერიტორიის დაპროექტება. ჩვენ ახლა ამ პროექტის საწყის ეტაპზე ვართ. სულ ახლახანს დავიწყეთ მასზე მუშაობა. ჩვენი ფუნქციაა ადგილობრივი ბაზრის, მისი თავისებურებებისა და ნიუანსების გააზრება და ამ ყველაფრის შერწყმა ჩვენ სოდნასთან, თუ როგორ ფუნქციონირებს უკვე არსებული თემატური პარკები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ეს დაგვეხმარება რეალისტური პროგნოზების გაკეთებაში, თუ როგორ იმუშავებს ეს პროექტი ადგილობრივ ბაზარზე. დიზაინის გუნდი შეისწავლის პარკის მასშტაბებს და მნიშვნელოვან პარამეტრებს, რომლებიც აუცილებელია წარმატებული თემატური პარკის შესაქმნელად. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში ITB ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 15-მდე ქართული კომპანია და სასტუმრო. გაიმართა 200-ზე მეტი შეხვედრა საერთაშორისო ტურისტული სააგენტოების, მედია ორგანიზაციებისა და PR კომპანიების წარმომადგენლებთან. მონაცემებს დაესწრო გერმანიაში საქართველოს ელჩიც. შესაძლებლობა გვექნება, რომ მაღალი დონის მედია პლატფორმებს, ჟურნალისტებს, სხვადასხვა ტიპის გამოცემებს შევხვდეთ და შევთავაზოთ საქართველოს პროდუქტი იმისთვის, რომ ბევრად მეტი საინფორმაციო მასალა დაიწეროს, დაიბეჭდოს საქართველოს შესახებ. გერმანია ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ქვეყანაა, ძალიან ბევრი ფრენა გვაქვს. გერმანელებს ტრადიციულად უყვართ საქართველოში მოგზაურობა და ჩვენც მსგავსი ტიპის აქტივობებით მუდმივად ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციებს გერმანიის ბაზარზე, რათა ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიდეს საქართველოში. ეს არის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ადგილი, როგორც ქვეყნის წარდგენისთვის, ისე პროდუქტის პრომოუშენისთვის, არა მხოლოდ გერმანულ ბაზარზე, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე. ინტერესი ზომიერად კარგია, შეგვიძლია ვთქვათ, მოლოდინები დადებითი არის. ნახოთ, იმედია ეს სეზონი კარგ შედეგებს მოგვიტანს. დღის სხვა სიახლეებს გაიცემთ ჩვენ ვებგვერდზე rusavi2.gi ან დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით Facebook-ზე. კურიერი გემშვიდობებად 3-მდე დროებით.